მოდით დრო გამოვიყენოთ. დღეს ძალიან მნიშვნელოვან საკითხზე უნდა ვისაუბრო და ვფიქრობ, რომ ყველას გვჭირდება ის, რაც დღეს მინდა რომ თქვა, იმიტომ რომ ბიბლია სხვადასხვა თემებით, სხვადასხვა მხრიდან გველაპარაკება ამა თუ იმ საკითხებზე, ამა თუ იმ შედეგების მისაღებად, ამიტომ როცა ჩვენ იმას არ ვაკეთებთ, რაც უფალმა გითხრა, ქრისტე მათეს მე-7 თავში 21 მუხლში ეუბნება, ყველა არ შევა სასუფეველში, ყველა ვერ მივა იმ თანდასწრებაში ღმერთთან, ვინც უფალო სიძახის, არამედ ის, ვინც შეასრულებს, რასაც ვეუბნები, ჩემი ზეციერი მამის ნებასურვილს და ლუკას ახარების 6:46-ში უფალი ამბობს, რომ რატომ მეუბნევით უფალო და იმას არ აკეთებთ, რასაც გეუბნებით. ადამიანს აქვს ერთი ძალიან საინტერესო თვისება ესეთი. არ გავაკეთებ ისე, როგორც მითხარი და მე შენ დაგაბრალებ, რო შენი ბრალია. და თუ დავაკვირდებით ჩვენს ქრისტიანულ ცხოვრებას, ქრისტე პირდაპირ ერთხელ თქვა უფალმა და როგორც დავითმა თქვა, ერთხელ თქვა უფალმა და ორჯერ გავიგე მე. თუ გულისხმობით მოვისმენთ, უფალი გვეუბნება, იცი რატომ არ გაქვს შედეგი? ნაყოფი ქვია ბიბლიურად ამას, ეს არის ალეგორიული ენით ნათქვამი. რატო არ არის შენ ცხოვრებაში ნაყოფი? ამა თუ იმ სფეროში რატო არ დადგა ეს შედეგი? იმიტომ რომ ეუბნები უფალო და არ აკეთებ ისე, როგორც გეუბნება. თუ ჩვენ ისე გავაკეთებთ, როგორც უფალი გვეუბნება, ქრისტემ თქვა, ჩემი უღელი არის სწავლება, მოძღვრება, ჩემი უღელი სასიამოვნოა და ტვირთი მსუბუქი. და ვპოვებთო სული სიმშვიდეს. ჩვენ ხშირად ჩვენი ინტერპრეტირება გვაქვს, როგორ გვითხრა, უფალმა სხვა რამე თქვა, ფარისევლები სულ სხვა რამეს იგებდნენ. და დღესაც არის საფრთხე და საშიშროება, რომ სულ სხვა რაღაცა წერია და მე სულ სხვანაირად გავიგე. როგორც გავიგე, ისე გავაკეთებ და არა ისე, როგორც იყო დაწერილი და როგორც იყო უფლის მიერ ნათქვამი. ამიტომ მე რო გავაკეთებ ისე, როგორც მე გავიგე, უფალი არ შეასრულებს იმას, როგორც ჩემ პირდა მე. და რა აღმოჩნდება? მე ჩავთვლი, რომ ეს არ მუშაობს და უფალი არ არის დაკავშირებული თავისი აღთქმებით ადამიანებთან. და ადამიანი ბრძენდება, მე რეშმაკს მიყავს, ჯერ მოატყუა იმით, რომ ვერ გაიგო ისე, როგორც უფალმა თქვა, არ გააკეთა ისე, როგორც უფალმა თქვა. მერე რა თქმა უნდა, შედეგი არ დადგება ისეთი, როგორიც მას წარმოსახვაში ქონდა, გავაკეთებ ისე, როგორც მე გავიგე და შედეგი უნდა იყოს ისე, როგორც ღმერთი მეუბნება, არ დადგება ეს შედეგი და ძალიან ბევრი რწმენას კარგავს. არა მხოლოდ ბიბლიურს, ღმერთზე კარგავს რწმენას. და ისევ სიკვდილის მდგომ, სიკვდილი ნიშნავს გათიშულობას ღმერთთან. და ბიბლია პეტრე მოციქული ამბობს, რომ ისე ცუდი სიტყვები სრულდება ადამიანებზე, რომ ძაღლი თავის ნარწყევს უბრუნდება და ღორი ისევ მიდის ტალახში ჩასაწოლა და ისევ ქვეყნიერება უბრუნდება ადამიანს. მაშასე ქრისტე ყოველთვის ასწავლიდა და ეუბნებოდა მარკოზის მე-4 თავი, ლუკას მე-8 თავი, ეუბნებოდა დაუკვირდით, რასაც ისმენთ და დაუკვირდით, როგორც ისმენთ. მე მოვისმენ ლაითად, ვერ გავიგებ რაღაცას, ვერ ჩავწვდები აზრს, მე ჩემებურად აღვიქვავ და ჩემებურად ვიმოქმედებ და დაველოდები ღვთიურ მოქმედებას მერე. ღმერთი არ იმოქმედებს, მოდით დასაწყისში ჩვენ მინდა თქვა, ღმერთი არ მოქმედებს ადამიანის ცხოვრებაში ადამიანის გაგებით. ღმერთი მოქმედებს ადამიანებში ისე, როგორც მან გვითხრა, თუ ის არ გავიგეთ და ისე არ გავაკეთეთ. ამიტომ მოდით ყურადღებით ვიყოთ მოსმენისას, იმიტომ რომ და დაუკვირდეთ, რასაც ვისმენთ და როგორც ვისმენთ. პავლე მოციქული კორინთელებს ეუბნება ერთ ძალიან სერიოზულ სიტყვას, ეს არის 1 კორინთელთა მე-14 თავში. არიგებს და ეუბნება, რომ კორინთელებმა გაიგეს, რომ ჩვენ უნდა ვიყოთ ბავშვებივით. და მოდი ვიყოთ ბავშვებივით მაშინ, ყველა მოგვატყუოს, ყველაფერი შეგვიძლია დავიჯეროთ, ის რაც არ არის დასაჯერებელი. მეამიტები ვიყოთ საკითხებთან დამოკიდებულებაში, არ ვიყოთ მთელი სერიოზულობით, მთელი სიღრმისეული მიდგომით.
პავლე მოციქული უწევს კორინთელებო, ეს არ იგულისხმებოდა ბავშვებივით იყავით. 1 კორინთელთა 14:20. ძმებო, ნუ იქნებით ბავშვები გონებით. მხოლოდ ბოროტისათვის იყავით ბალღები, გონებისათვის კი სრულწლოვანი. ბავშვი, უნდა იყოს ბავშვი, თუ ვიღაცამ რაღაც გაწყენინა, გატკინა რაღაც, ბავშვით უნდა აპატიო, ბავშვით უნდა იყო მშობელს დამოკიდებული, უბრალო უნდა იყო, ალალი უნდა იყო, ეს ბავშვის თვისებები უნდა გქონდეს. მაგრამ კორინთელებს ეუბნება პავლე, თქვენ გადაიქით და ყველაფერზე გადაიტანეთ ბავშვობა და ბავშვურად თუ დგებით საკითხებს, რასაც სრული, თქონა, გონებით სრულწლოვანი იყავითო. სხვანაირად ჩაუკვირდით და გაიგე ის ჯანსაღი მოძღვრების არსი, რაც იესო ქრისტემ დატოვა დედამიწაზე. მისი დამახინჯება, მისი შეზავება იწვევს ადამიანებში ძალიან ცუდ შედეგებს. ანუ რას ნიშნავს? ეშმაკი ქრისტეს მოძღვრება ვერ გააჩერა, დაიბეჭდა, გადაითარგმნა, ხალხთან მივიდა და ეშმაკი ცდილობს, რომ მისი გაგება აღარ გაიხსნას ადამიანებში. ადამიანებმა ვერ გაიგონ მისი არსი. ქრისტეს მოძღვრება არის უდიდესი ძალის გამომვლინებელი, სხვადასხვა სფეროსა და სხვადასხვა საკითხებში. მაგრამ ეშმაკი ცდილობს, რომ ადამიანი მოატყუოს სიტყვიდან. ქრისტეს ატყუებდა, როცა ის უდაბნოში იცდებოდა, ატყუებდა სიტყვიდან. თუ ძეხვთვისა ხარ, თქვი ეს ქვები ყურებად იქცნენ. ქრისტეს შეეძლო სასწაული მოეხდინა იქ და ქვები ყურებად გადაექცია. იმიტომ ის ყოვლის შემძლე ღმერთია. რა იყო აქ ტყუილი? რა იყო აქ ტყუილი? ეჭვი შექონდა თუ ხარო. თუ ხარ ძეხვთვისა. და უნდა და ეჭვით აემოქმედებინა. და ქრისტემ უთხრა, არაერთი დაპორითა იცოცხლებს კაცი. განვეთ სატანამ და არ მოატყუებინა თავი, რომ ეჭვით ემოქმედა. მე 90 ფსალმონი მოყავს და ეუბნება, ატყუებს სიტყვიდან, რომ არასწორად გაიგოს სიტყვა. შენზე დაწერილია, თავის ანგელოზებს უბრძანა, გადახტი ამ ტაძრის თავიდან და ხელში ყვანის გატარებენა. წერილის ერთ ნაწილს აჩვენებს და მეორე ნაწილს არ ღვევინებს. ატყუებს წერილიდან. და ქრისტემ უპასუხა, განვეთ სატანა, ვინაიდან დაწერილია, არ გამოსცა და უფალი ღმერთი შენი. თუ დადგა დრო, ღმერთი იმოქმედებს, მაგრამ ღმერთს ცდი, ეს არის მცნების დარღვევა, ერთადერთხი როგორც იამახსენა, ერთადერთხი თქვა ღმერთმა, რომ გამომცადეთ მიათეც და შესაძირავზე, თუ არ გაგიხსნათ სისაქანელი და არ გადმოუყარო კურთხევა ურწყავ. დანარჩენ შემთხვევაში მცნება ამბობს, რომ არ უნდა გამოსცა და უფალი ღმერთი შენი. უნდა ერწმუნო ან არ ერწმუნო. გამოცდა ღმერთის არ შეიძლება. ღმერთმა შეიძლება გამოგცადოს ჩვენ, მაგრამ ჩვენ არ შეგვიძლია გამოვცადოთ ღმერთი. პავლე მოციქული ამბობს, რომ სანამ მოგვანდობდა ღმერთის სახარებას, 1 თესალონიკელთა 2:4-ში ამბობს, სანამ მოგვანდობდა ღმერთის სახარებას, სცდიდაო ჩვენს გულებს, რომელიც კვლავ ცდისო ჩვენს გულებს. ღმერთი ისევ ცდის ადამიანებს, მაგრამ ადამიანს არ უნდა კონდეს საცდური, მოდი მეც გამოვცდი ღმერთს. ერთადერთი რაშიც შეგიძლია გამოსცადო ღმერთი, ეს არის დაემორჩილეს სიტყვას, რომ მოიტანეთ სრული მიათედი ჩემს სახლში. იქ არ წერია მიათედი მოიტანეთ ჩემს სახლში. იქ წერია სრული მიათედი მოიტანეთ ჩემს სახლში. მე არ გავაკეთებ ეგრე. ებრაელი ხალხი ღმერთს განა მიათედს არ აძლევდა, სრული მიათედი არ მოქონდა. განა მიათედს არ იძლეოდნენ. ისინი ატყუებდნენ ღმერთს მიათედში. ისე როგორც ანანიამ და საფირამ მოიტანეს, შესაწირავი დადეს, ჩვენო მიწა გავყიდეთ და აგერ შესაწირავი მოვიტანეთ და ეხლა რაში უნდა აინტერესებდეს? მოციქულია თუ პასტორია თუ მოდელია, რაში მოიტანა და დადო. მაგრამ იქ იყო ასეთი საკითხი, რომ პიროვნებები აღთქმას დებდნენ, წავალ გავყიდი ჩემ ნაკვეთს და მოვიტან და უფალ შევწირავ. და გააკეთა რამდენიმე მასე, მეოთხე თავში საკმაყოფილო წიგნის წერა და მეხუთე თავი ასე იწყება. ამ ცოლ-ქმარმაც თქვენს ჩვენ წავალთ რაღაც ნაკვეთი გვაქვს, აი მთავრობა მოგცა რუსთავის შემოსასვლელთან და გავყიდით და შევწირავთ უფლის საქმეს. ეგ თქვენი საქმე, გინდა გაყიდეთ, გინდა შეწირეთ, მაგრამ თუ მართლა გული გიძგერთ უფლის საქმისთვის და უფალს გინდა რომ შეწიროთ, შეგიძლიათ გააკეთოთ. წავიდნენ ცოლ-ქმარნი. ჩემ მეზობელმა გაყიდა ახლა.
$20,000 ზუსტად ასეთი ნაკვეთი. და ეგ აიძახდა რომ ასე ურიგებენ როგორც ჩანს ვისაც ქარხნიდან შეხვდათ ეს ადგილები. მოვიდნენ და მოიტანეს $10,000. მაგალითად ვთქვათ, ანანია და საფირა 10,000 მოიტანეს. პეტრე მოციქულიოვნა, ამდენად გაყიდეთ მართლა? ამდენად გაყიდეთ? ანანია ეუბნება, კი, ამდენად გავყიდეთ. 1000 გავყიდეთ. ზუსტად არ ვიცი ჩვენ ეგ ციფრები, მაგრამ ატყუებდნენ თვითონ გადადეს თანხა, აჩვენებდნენ რომ ნაკვეთი გაყიდეს, ნაკვეთის ფული რატომ ცრუობო და ჩაიდე გულში ეს სიმწარე. ეხლა უფლის სულიაო შენზე და მკვდარს გაგიტანენ აქედან. და დაეცა ანანია, მოკვდა კათედრის წინ და გაიტანეს დაასაფლავეს. მოვიდა მისი ცოლი, ვერ გაიგო რა ხდებოდა, დააგვიანა ცოტა წყალს, აშერებმა გააჩერეს ქვემოთ. შემოვიდა და ეკითხება პეტრე, არაფერი არ იცის რა მოხდა აქ, პეტრე ეკითხება, მართლა ამდენად გაყიდეთო? კი, მაგდანად შეთანხმებულები იყვნენ. აგერა შენი ქმრის ფეხებს ეხლა მიათრევენო, პეტრემ უთხრა. და შენც ეგრე წაგიღებენ ეხლა. ეს ის დაეცა ადგილზე და მოკვდა. და საინტერესო იცით რა არის? მთელი ეკლესიაო შიშის ზარმა მოიცვა. თქვენ რაღა გაშინებთ ხალხო? ანანია და საფირა იტყუებოდა, თქვენ ხო სუფთები ხართ? თქვენ ხო პატიოსნები ხართ, კაცო ბიათეც და შესაძირავთ. თქვენ რა რისი გეშინიათ? მთელი ეკლესიაო ასე წერია, შიშის ზარმა მოიცვა. რისი გეშინიათ ხალხო? აქ ჩანს რომ ყველას რაღაცა ქონდა მოსანანიებელი. ყველას რაღაცაზე ქონდა ის რომ ჩვენც გვაქვს მსგავსი რაღაცები, მე რა მოხდა, მე რა უშავს მისმენთ. როცა ჩვენ ღმერთი გვეუბნება, პირდაპირ მალაქიას როცა ვკითხულობ, განა ადამიანი მოატყუებს ღმერთს. შეგიძლია მოატყუო ღმერთი, ვერ მოატყუებ. შენ ჯერ ფიქრიც არ მოგვსვლია მოსატყუებად რომ ღმერთმა უკვე იცის ის. ჯობია უთხრა არა, ვიდრე იტექნიკურო დაატყუებდე. იმიტომ რომ ღმერთი არ არის ადამიანი. 138 ფსალმოში დავითი ამბობს, შენ იცი რომ ჯდები, დგები, სანამ ვიტყოდე, მანამდე უკვე იცი, რაც გულშია და შემდეგ. ისევ მინდა დაუბრუნდე და თემას შევუდგეთ. ღმერთს უნდა რომ ჩვენ არ ვიყოთ ბალღები მასთან ურთიერთობაში. ბავშვით უნდა მივიღოთ სათასასწრებელი, მაგრამ გონებით სრულწლოვანი იყავით. გაიგეთ რა არის ღმერთის ნება, რომელთა მე-12 თავში პავლე მოციქულიოვნა მეორე მოხში რომ გაიგეთ ღმერთის ნება, ჩაცდით რა არის ღმერთის ნება, კეთილი, სასურველი და სრულყოფილი. ამისთვის გჭირდება რომ შენი გონება განახლდეს შენი გონებით სულში, რომ გაიგო ღმერთის გზები და ღმერთის მართლობა. რას გპირდება ღმერთი? რამდენად სწორად გაიგე ის რომ დაიცვა და შეასრულო, რომ მე როცა შედეგს ნახავ, განადიდო ღმერთი. მაგრამ მე ჩემებურად გავიგე, მე ჩემებურად მივიღე, მე ჩემებურად შევასრულებ და ღმერთო სად არის პასუხი? აღთქმა სად არის? შენ რომ აღგვიტყვი. პრობლემა არ არის ღმერთის მხარეს. ღმერთი ამბობს, გაასწორეთ თქვენი საქციელი. სამჯერ ეუბნება ავაკუმ წინასწარმეტყველი, რომ დაუკვირდით თქვენს საქციელს. დაუკვირდით ჩემსკენ ნუ იყურებით ღმერთმა თქვა. ღმერთში არ არის ხარვეზი. თქვენ საქციელს დაუკვირდით. დაუკვირდით თქვენს საქციელს და სამჯერ ეუბნება დაუკვირდით თქვენს საქციელს, რომ ყველაფერს, რასაც სახში მიგაქვთ, მე ვანიავებ ღმერთმა თქვა. გახრეტილი ქისასავით არის ყველაფერი და უამრავი პრობლემა იქნება. დაუკვირდით თქვენს საქციელს, დაუკვირდით თქვენს სამჯერ ეუბნება ღმერთი, ჩვენ უნდა დაუკვირდეთ ჩვენ საქციელს და ვისწავლოთ ის, რასაც ღმერთი გვასწავლის და აქედან როცა გავალთ, ისე კი ზედაპირულად კი არ მოვისმინე ლაითად, რომ იტყვიან ასე რომ რაღაცა ხო იყო დღეს გადაგება იყო რაღაცას მე მინდა ჩაუღრმავდე პავლე მოციქული. ეფესელთა ეკლესია იყო უფრო ესეთი მეტად სულიერი გონებით და სიღრმით ემსახურებოდა უფალს, არა როგორც გალატელები და კორინთელები და პავლე მოციქულიანო მინდა რომ ყველა წმინდანთან ერთად ჩაწვდეთ. ეს არის ეფესელთა 3:18 ყველა წმინდანთან ერთად მინდა ჩაწვდეთ რა არის სიღრმე, სიმაღლე, სიგანე და სიგრძე.
ქრისტეს სიყვარულისა ჩვენს მიმართ. და როცა ადამიანი უღრმავდება, უფრო შემეცნება სხვანაირი ხდება, აღქმაც სხვანაირია. უკვე ბალღი კი აღარ არის გონებით სრულწლოვანია და სრული შემეცნება გააზრებით. იცის ვინ ირწმუნა და ვის ერწმუნა, ვის სიტყვა იყო, ვინ დატოვა სიტყვა და ვინ დგას თავის სიტყვის უკან, ის ღმერთია. ღმერთთან არ შეიძლება ხუმრობა, არ შეიძლება თამაში, არ შეიძლება ესეთი ბავშვობანა. ღმერთი მარადიულია და გეუბნია მთელი სერიოზულობით. ბავშვური გულით, მაგრამ გონებით სრულწლოვნად. განახდეთ თქვენი გონებით სულში და რომ მერწმუნები კარგად გაიგე რა გითხარი, კარგად გაიგე რა არის ჩემი აღთქმა და რა არის შენი პირობა. და როცა ჩვენ ამ ორს კარგად ვეცნობით, მე რომ დგავთ ნაბიჯებს და ნაყოფი და შედეგი ჩვენვე სხვანაირად გვიტრიალდება და სხვაგვარად ვლინდება ჩვენ ცხოვრებაში და ჩვენ მადიდებლები ვხდებით. მართლ მადიდებელი ვარ, მე მართლის მადიდებელი ვხდები, იმით რომ მოვდივარ შემდეგ კვირას და უფრო მეტად მინდა ვადიდო ღმერთი, იმიტომ რომ ჩემს ცხოვრებაში უფალმა თავის თავზე დამოწმება მოიტანა და გამოვლენა მოიტანა. მინდა რომ ყველა ჩვენგანს დამოუკიდებლადაც გქონდეს სურვილი უფალო 4 სახარება არის ქრისტეს მოძღვრება, რაც თვითონ ქრისტე ლაპარაკობდა თავისი ბაგიდან და დაწერილია ეს. და ეს დაწერილი სიტყვა 27 წიგნით ახალი აღთქმისა არის ჩვენი სულის საკვები და ჩვენი სულის სინათლე. როგორც დავითი ამბობს 118 ფსალმონის 105 მუხში ლამპარია შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკ. ლამპარი მართლა სიტყვა ხوارანათებს სულში გაუგებრობასა და იმ რომ ვერ ხედავ, რომ ბნელა ჩემ სულში და ვერ წარმოგიდგენ, აი სიტყვა მანახებს, წარმოსახვას სიტყვის აღთქმა გონებას ხსნის და წარმოსახვის თვალი ხედავ. ერთხელ ქრისტე ლოცულობდა ერთ ადამიანზე და ლოცულობს და რას ხედავ ეუბნებოდა? ჯერ ვერაფერს ვერ ხედავს და ხედავ ადამიანებს ხეებივით მოარულებსო, ხეებივით დადიან. ქრისტემ კიდევ დაადო ხელი ილოცა და გაახილა თვალით და ყველაფერს ნათლად და ცხადად ხედავდა. მისვინეთ. ქრისტემ თქვა, მან მცხომე ბრმათათვის თვალის ასახელად. ლუკას მე-4 თავის მე-18 მუხლებს უფალი ქრისტეს სიტყვა ნიშნავს ცხებულს, რომ თვალი აგეხილოს. ფიზიკურად ისედაც ხედავდა, რაღაცი მჭირდება ქრისტე. ქრისტემ შინაგან სამყაროში უნდა აგიხილოს თვალობნელა და ის სიტყვით და სულით მუშაობს, რომ თვალი ამეხილოს და დავინახო აღთქმები, დავინახო ღმერთის მოქმედება და ყველაფერს რწმენით უყურებდე. პავლე მოციქული ძალიან საინტერესო მოხს ამბობს მეორე კორინთელთა 5:7-ში. რწმენით დავდივართ და არა ხილვითო. ამ თვალებს კი არ უჯერებ, ამით ხედავ მე. ხედავ სიტყვის სინათლეზე და არა აი ამ ნატურების სინათლეზე ჩემი თვალებით. წარმოსახვის თვალით ხედავ. სიტყვის სინათლე. დავითი იმიტომ ამბობს, ლამპარია შენი სიტყვა და სინათლე ჩემი ბილიკისათვის. ცხოვრებაში რა გზებით უნდა ვიარო? მე სიტყვამ უნდა მიკარნახოს და სიტყვამ უნდა გამინათოს, სიტყვამ უნდა დამანახოს და ამიტომ ამბობს პავლე, ჩვენ რწმენით დავდივართ და არა ხილვით. ჩვენ რწმენა გვამოძრავებს და არა ფიზიკური თვალით დანახული. მისმენთ. ადამიანები ურევენ, რასაც ხედავენ გარი ჭეშმარიტება. მოდით ცოტა გავიაზროთ გონებით სრულწლოვნებისკენ. ის რასაც გუშინ ხედავდი ჭეშმარიტება გაქრა? ილუზია იყო და გაქრა, რაც გუშინ დაინახე. ჭეშმარიტება მარადიულია. ჭეშმარიტებამ და მარადისობამ წარმოშვა ხილული. ხილული დროებითია, უხილავია საუკუნო. უხილავი როგორ დავინახო, როცა ბრმა ვარ შინაგანად და სულიერ სამყაროში. ღმერთი გეუბნა, მე მოგცემ შენ საშუალებას, ამ საშუალებას ქვია რწმენა. და სიტყვა, სული და რწმენა ერთად მუშაობს, სულიწმინდა გვეხმარება, გააცოცხლოს ჩვენში სიტყვა და რწმენის თვალით. დაინახე რა მე? ვერაფერს ვერ ხედავ. ერთი წუთი.
ღმერთის სიტყვა ლამპარია და სინათლე ჩვენი ბილიკისათვის. მაინც ვერ ხედავ, მაშინ ბარტემეუსით უნდა სთხოვდე ღმერთს, ღმერთო თვალე ამიხილე. თვალე ამიხილე ღმერთო, რომ ხედავდე, მინდა რომ დავინახოთ და ერთ დღესაც რწმენის თვალით, როგორც პაულემ შორ რწმენით დავდივართ და ამიტომ არ ხეინად ვართ. ჩვენი თვალები რას ხედავს, ჩვენი გრძნობები რას გრძნობს, ეს ყველაფერი ილუზია და სატყუ არაა. და ხშირად არა მარტო თვალითა და ყურით, აზრითა და შიგნით სუნთლიანად ვართ მოტყუებულები. ადრეც მოვიყვანე მაგალითი გადავუხო თემიდან. ერთი პასტორი წავიდა დისნეილენდში და მე მიყვებოდა. რომ მივედიო, სხვადასხვა ატრაქციონები იყო და ერთ ატრაქციონი იდგა მანქანა და ვიფიქრე მანქანა მიყვარს ძალიან, მეუღლესთან ერთად ჩავჯიქი და აი ესე დაღმართზე იდგა ეს მანქანა ცოტა და რომ დავჯექით რომ დაიხურა კარები, დაიქოქა და რო წავიდა ეს მანქანა ამ დაღმართზე, რომ რა ვიცი, რაღაც მოხდა. დაეჯახავ ჯერ რაღაცას იყო ასეთი აღმართივით იყო წინ რომ მიდიოდა და ამოტრიალდა ასე გვერდულად და ის ნაპერწკლებს ყრიდა ყველა მიმართულებითო. ეხლა 1000 რაღაც მინახავს რომ მომწყდარა ხო ადამიანები ვარ და ცხოვრობთ ესეთ სამყაროში რომ რაღაცა ადამიანები მააწყვეს და ვერ იმუშავა ის. მე გადამოტრია ესე ჯერ ხო ერთ მხარეს ვიხოხეთო ასე და სუნაპერწკლებს ყრიდა. მე ეს მოეკიდაო ცეცხლი მთლიანად მანქანას და ბოლით ვიხჩობოდითო შიგნით და წივილი, კივილი, რა ვიცი რას და მე ბოლოს რაღაცები დაემართა ერთი სიტყვით. რომ უკვე მე და ჩემი მეუღლე შველას ვითხოვდით და რაღაცას სად იყვნენ და ხო კარები გააღესო და მანქანა იმ ადგილას იდგაო, რომელ ადგილასაც ჩავჯექით. საერთოდ არ განზრეულა ადგილიდან. დამონტაჟებული არის ეკრანი, დამონტაჟებული არის ის ვიბრაციები, ყველაფერი, გრძნობა, სუნი, ის ცეცხლის გამოშვება, რაღაცა ისე არ ყველა გრძნობაში გატყუებენ, ყველა გრძნობაში. თვალით მომატყუეს, იმიტომ რომ ეკრანზე ხედავდი რომ მანქანა ქვევით მიდის, მე ეს რაღაცას დაეჯახა, გვერდზე მანქანა გადაწიეს გვერდზე და ეს ყრიდა თავის ნაპერწკლებს ასე ყველაფერი მომატყუეს და ყველაფერში მომატყუეს. გრძნობებშიც, აზრშიც, თვალშიც, სუნშიც და რო გადმოვედი მანქანა ახალ მსხვერპლს ელოდებოდა რომ მოეთყუებინა ისევ. გადაიხდი ფულს და შეგიძლიათ რომ თავისუფლად მოგატყუო. არის ასეთი სათვალეები. გაიკეთებ და ვეღარ ხვდები სათხარ. იცით ხო? 3D-ს ეძახიან თუ რავი რაც არის. დღეს 1000 საშუალებები არსებობს, მისმენთ. ეს ტექნიკურად მოიგონეს ადამიანებმა 21 საუკუნეში და შესაძლებლობა არის რომ ყველა ეს გრძნობა მოტყუებული აღმოჩნდა, მაგრამ ეშმაკი უფრო დიდი პროფესიონალია ტყუილისა, იმიტომ რომ ქრისტემ თქვა ცრუა იგი და სიცრუის მამა. მე მუდმივად ერთ რაღაცას ვაკვირდები ჩემ ცხოვრებაში, რას მატყუებს ეშმაკი? როგორ მატყუებს? რომ როგორღაც ჩაუკვირდე და არ მოვტყუდე. ზოგი ფიქრობს, რომ უკვე ყველაფერი ვიცი, ეშმაკმა რა უნდა მომატყუოს. არა და ეშმაკი ყველ ფიქრშიც მოგატყუებს. აღქმაშიც მოგატყუებს და ბევრ რამეში თუ ადამიანი არ იქნება მაძიებელი და არ იქნება სულიწმინდის მიმართ მიმართველი. რომ სულიწმინდა ყველა ის ტყუილები, რასაც ეშმაკი ცდილობს ხმე მომატყუოს, რომ ჩემზე იმუშაოს და მეხმარე რომ მე შენი კარნახით ხვდებოდი და ბევრჯერ სულიწმინდა როცა კარნახობს, აი ეხლა აქ ასე ფიქრობ, მაგრამ აი ასეა ეს. ეხლა აი აქ შენ ასე უყურებ ამ საკითხს, მაგრამ საკითხი აი ასეა. და ჩემთვის მეცინება და მიხარია ხოლმე ძალიან, როცა სულიწმინდა ქრისტემ თქვა, სულ თქვენთან იქნება და თქვენში იქნება. ქრისტე იყო გვერდით მოწაფეების და ხედავდა რომ ხან ტალღების ეშინოდა და ზღვის ეშინოდათ, ხან ვერ აღწევდნენ იმ შედეგებს თევზაობის დროს და ქრისტეებმა გადააგდნენ ბადეები და დაიჭერთ თევზს. მაგრამ ქრისტემ თქვა, ყველა პრობლემა რაც კი გქონდა, ჩემი თქვენთან ყოფნის დროს გვარდებოდა. კი, მაგრამ მე უნდა წავიდე ახლა ქრისტემ თქვა. მე უნდა წავიდე. სად უნდა წავიდე უფალო? ქრისტეს უფრო ბევრი ხალხი მისდევდა და უფრო ბევრი ხალხი და მას არ შეეძლო ადამიანებთან ერთდროულად ყოფილიყო. მოწაფეებთანაც, საჭიროებაში მყოფებთანაც, სოფლებთანაც, ქალაქებთანაც
ათასობით ადამიანი ქრისტეს მოსდევდა და მათ საჭიროებებს პასუხს სცემდა. მაგრამ თქვა, მე უნდა წავიდე. მინდა რომ ეს გავიგო დღეს და შესავალს იმიტომ ვაკეთებ უფრო რომ მე უნდა წავიდე. ყველა პრობლემა ჩემს გვერდით და ჩემთან ყოფნით გვარდებოდა, მაგრამ მე უნდა წავიდე. თქვენთვის ასეა უმჯობესი. რატომ? იმიტომ რომ კოდაში ვერ ვიქნები ერთდროულად და რუსთავშიც, გორშიც და თბილისშიც, იმ სადარბაზოშიც და იმ კერძობინაშიც. მე ვერ ვიქნები, იმიტომ რომ საჭიროება იმასაც აქვს და იმასაც და ყველგან გალილეაშიც არის და სამარიაშიც და იუდეაშიც და ყველგან მე არ შემიძლია ვიყო ყველგან და ყველა პრობლემები ვაგვარო თქვენს გვერდით. მაგრამ თუ მე წავალ, ქრისტემ თქვა, მე წავალ სხვა ნუგეშის მცემელს გამოგიგზავნით. ყველა მეცის ეს არის იოანეს მე-16 თავი, რომელიც სულ თქვენთან იქნება და სულ მუდამ შინაგანი სამყაროდან ყველაფერს გასწავლით, დაგანახებთ შეცდომებსაც და ბევრ რამეში წინ წაგიძღვებათ. ეს არის მე-16 თავი იოანეს სახარების. ეს ყველაფერი გითხარითო თქვენ რომ არც დუნდეთ. სინაგოგიდან მოჰკვეთენ მოდის ჯამი, როცა თქვენს ყოველ მკვლელსო ეგონება რომ ამით უფალს ემსახურება. ასე მოგექცევია, რადგან არ იცნეს არც მამა და არც მეო. და მე უხსნის, მე უნდა წავიდე, ნუგეშის მცემელი მოვა და მე მინდა რომ თავარ აზრამდის მით 33 მოხლში ეუბნება ბოლოს ასეთ სიტყვას. ეს იმიტომ გითხარით, რომ შვიდობა გქონდეთ ჩემში. ქვეყნიერებაზე ჭირი გექნებათ, მაგრამ გამაგრდით მეუძლიე ქვეყნიერება. მოდით დღევანდელი წარმოსახვის თვალს მივცეთ საკვები, რას უნდა ველოდოთ. აქედან რომ გავალთ, ყველა ელოდება რომ მე მინდა კომფორტული, იავარდით მოფენილი ცხოვრება. მოდით დღეს დავინახოთ ერთი რამ. ჩვენ ვფიქრობთ, რომ რა კარგია მოგვარებული პრობლემები. რა კარგია გადაჭრილი საკითხები. და მე ვიწყებ, სახელმწიფო არა გვაქვს ასეთი, ჩემი ცხოვრება არის ისეთი, მე მოხვდი ასეთ გარემოში და უამრავის რაღაცა რაც არ გვაქვს, გუგონია რომ ის ცუდია. რაც არ გვაქვს ძალიან ცუდია. ღმერთმა იცოდა სანამ დავიბადებოდით, რომ ასეთ რაღაცაში აღმოჩნდებოდით. მაგრამ რომ არ გვაქვს და სირთულე რო არის ჩვენს წინ, ღმერთი ამს მე ამ სირთულეზე კი არ გელაპარაკები, მე გელაპარაკები სირთულის გადაჭრის გზებზე, რომელსაც შეუძლია ძლიოს იმ სირთულეს და ის რაც შენს წინ არის, ხვალ შენს უკან აღმოჩნდება და შენ გაივლი ამას. ღმერთი არ გვეუბნება რომ მე იცი რა მოგიგوارებ შენ წინ და კურთხევებს დაგიდებ წინ. არა, ღმერთი ამს მე შენ მოგცემ ძალას იმაზე გამარჯვების. არსად ბიბლიაში ღმერთი არ გვირდება რომ მე შენ აგიყვან და ჩაქსვავ ატმოსფეროში, სადაც არანაირი პრობლემა არ იქნება. არანაირი სირთულე არ იქნება. აი, სულ ხელის გულზე იქნება ნატარები. ქრისტე პირდაპირ ამბობს. ჭირი, ანუ გამოწვევები, სირთულეები გექნებათ. მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ეს არის თქვენი ბედი. გამაგრდით მეუძლიე ქვეყნიერებას. თუ ჩემთან ერთად იქნებით, ყველა რა გამოწვევის წინ დგეხარ დღეს არ ვიცი. მაგრამ ეს გამოწვევა, როგორც გოლიათი, რომელიც გელაპარაკება, ერთ დროს შენი განდიდების მიზეზი გახდება. იქიდან გაკვეთილებს გამოიტან და ღმერთებს მე მოგცემ შენ ძალას მასზე გამარჯვების. მეორე ჯულში არ წავიკითხო, მეორე ჯულის 8-18-ში წერია. ის გაძლევსო შენ შნოს, შანს, ვარიანტს, სიტუაციას, გარემოს და ძალას ქონების შესაძენათო და გამარჯვებისთვის, რაღაცეებისთვის. ღმერთი ასე ზოგს აქვს ასეთი ბალღური, მიამიტური წარმოსახვა. ღმერთი ციდან ჩაომიყრის დოლარებს, მაკურთხებს მომცემს. მე ჯერ არ მინახია ვიღაცა, ვინც ასე იკურთხა ღმერთისგან. ვისაც მოუვიდა ეს კურთხევები და თავზე აყრია. მაგრამ მინახავს ადამიანები, რომლებიც ღმერთთან ერთად დადიან. აქ ქრისტემ თქვა, გამაგრდითო,
იმას კი არ უყურო, იმას უყურე, მე შენთან ვარ თუ არა. თუ მე შენთან ვარ, მე ვძლია ქვეყნიერებას, ანუ ყველაფერი, რაც წინ დაგიდგება, ჩემთან ერთად, შენ შეგიძლია გაიმარჯვა მასზე. რა გიდგათ დღეს თქვენ წინ? ჩვენ ხო წლები წინა გვაქვს. დღეს უნდა ვისწავლოთ უფლისგან, რომ რამოდენიმე წლის მერე რომ შევიკრიბებით, ჩვენ სულ სხვანაირები ვიქნებით აქ. მე მახსოვს, ერთ ოთახიან ბინაში ვიკრიბებოდით. რა ცუდია რა ერთ ოთახიან ბინაში რო იკრიბები. და არ გვაქვს შესაძლებლობები. რა ვიცი, ბევრი რამის. და რო ვეღარ ვეტევით. და რთულია ეგ მსახურების ჩატარება. დღეს მინდა დაგანახოთ, რა კარგია ცუდი, რომელიც უფალთან ერთად ყოფოდობაში აღგაგზნებს სულში, პავლემ თქვა, სულში აღეგზენით. და უყურე იმ პრობლემას, და უყურე იმას, რომ ქრისტე შენთან არის თუ არა. და უფალმა თქვა, თუ მე შენთან ვარ, ნუ გეშინია, მე შენთან ვარ. როცა ამას გზნობ, რომ უფალი შენთან არის. არ არსებობს იქ წინდგარი, რა არის ფინანსებია, საჭიროებებია, ჯანმრთელობა, იქ რაც გინდა იყოს. რაც გინდა იყოს იქ. უფალი კარნახობს და სტრატეგიას გაძლევს, როგორ უნდა იმოქმედო, რომ ის מחვილით რო გამოდის, შიშის ზარს რო გვრის. დავითი ამბობს, თუ უფალი ჩემთან არის, ეს წინა დაუცვეთელი ფილისტიმელი, იმ დათვევით და ლომივით იქნება, რომელსაც ვამარცხებდი ხომ მანამდე. სხვა რაღაცებზეც გამიმარჯვია, სხვა რაღაცების დამიძლევია და არც ეს იქნება გამონაკლისი, დავითი ამბობს. არც ეს იქნება გამონაკლისი. და დავითმა როცა შურდული ესროლა და მოხვდა ერთ ადგილზე, ზუსტად იქ უყუღმა რო იყურებოდა, ის რა გააკეთა, თავისივე ხმლით მოაჭრა თავი. რითიც ემუქრებოდა დავითს, რომ ცისფრენელებს გადაუგდებ შენს სხეულსო, დავითმა გაიმარჯვა რა. მივიდა და თავისივე ხმლით, იმ რის იმედიც ჰქონდა მას, იმით დაუსრულა სიცოცხლე გოლიათს. ესმენთ, გოლიათები დგებიან ჩვენ ცხოვრებაში. ბევრი სირთულე და გოლიათი დაგვდგომია წინ, მაგრამ მინდა დღეს გითხრა, რომ ღმერთი ბრძოლისკენ გეძახის და გეუბნა, მე შენ ძალას მოგცემ, მე შენ სიბრძნეს მოგცემ, მე შენ გცხებ და გაკურთხებ გამარჯვებისთვის. და არ მოგიგუარებ იმ პრობლემას. გოლიათი კი არ წააქცია ღმერთმა, დავითი გააძლიერა. გოლიათს კი არ მოაშორა დავითს. დავითი გაუშვა გოლიათისკენ, რომ დავითის ხელით დამარცხებული იყო გოლიათი. და რა მოხდა შემდეგ? როგორც კი ერთ რაღაცაზე იმარჯვებ, დათვია თუ ლომი თუ გოლიათი, ცხოვრებაში გამოწვევები დგება და როცა ერთ რაღაცაზე იმარჯვებ, იცით, მთელი სულიერი სამყარო ცნობს ამას. ზე არიან გამარჯვებულები, ვინც ევროპის ჩემპიონები გახდნენ, მსოფლიო ჩემპიონები და ხალხი აეროპორტებში ხვდებიან ჩამოსვლისას და დიდებას უძღვნიან. სულიერ სამყაროში ძალიან კარგად იციან, რომ ამ ადამიანს ელემენტარული რაღაცა არ აქვს იმისაც, რომ ჭირი და სირთულე შეხვდა წინ და წუწუნს იწყებს, რა ვქნა, როგორ ქრისტემ თქვა, იმაზე იფიქრე, რომ ჩემთან ერთად იყავი. უფალო დამეხმარე, უფალო შემეწიე, უფალო ხელი მომიმართე, უფალო მომეცი ძალა, რომ მე ეს ყველაფერი შეიძლება ზოგჯერ უფლის წინაშე იტირო, მწარე იყოს ბრძოლის მეთოდი, რაღაც, მაგრამ ერთი რასაც ღმერთი გვპირდება, მინდა იცოდეთ. ზარ მეორე კორინთელთა წერილი და ეს საფუძვლად უნდა გედოს. შენს აი ზუსტად იმ წარმოსახვის თვალში რომ ხედავდე, მეორე კორინთელთა 2:14, ჩემი საყვარელი მუხლია. და წავიკითხავ 16-მდეც. მაგრამ მადლობა ღმერთს, რომელიც ყოველთვის გამარჯვებას გვანიჭებს ქრისტეში. ღმერთი ვერ იტანს, რომ შენში მცხოვრებ ქრისტეს ამარცხებს საჭიროება. მადლობა ღმერთსო, რომელიც გამარჯვებას, ანუ გვეხმარება, რომ გამარჯვება მოვიპოვოთ ამა თუ იმ სიტუაციაში ქრისტეში და ჩვენი ხელით ავრცელებსო თავისი შემეცნების კეთილსურნელებას ყველა ადგილას. ვინაიდან გამარჯვებულები ქრისტეს კეთილსურნელება ვართ,
ღმერთისთვის, გადარჩენილთა შორისაც და დაღუპულთა შორისაც. ზოგისთვის სიკვდილის სურნელი სასიკვდილოდ და ზოგისთვის სიცოცხლის სურნელი სასიცოცხლოდ. და ვინა უნარიანი ამისათვის რომ გაიგოს ეს? მე როცა პირველად დავიწყე მსახურება გორში და თქვით რომ ჩვენ და დავიწყე იქაც ეს სათშევკრებილი ყავით არ ვიცოდით. იცით იყო დრო რომ დაახლოებით ალბათ 12 კვადრატ რუსთავში 12 კვადრატი იყო ერთი ოთახი იქ ვიკრიბებოდით საერთო საცხოვრებელში ნანასთან და გუჯასთან მიყვატარებ მსახურებას გამოწვევები როგორ გელაპარაკებთ რაღა დარჩა და ცოტაც და გაგაქრობ და შეგსანსლავ არაფერი არ ხარ ჩემთვის არაფერი და ვერაფერსაც ვერ გახდებით იმიტომ რომ ყველაფერი გარემოება სიტუაცია გამოწვევები ლაპარაკობს რომ ყველაფერი შენს წინააღმდეგ არის და ჭირი როცა არის ჭირი გექნებათ გაჭირება გექნებათ შეჭირება გექნებათ სირთულე გექნებათ ქრისტემ თქვა მაგრამ გამაგრდით ეს არ არის მთავარი მთავარიც კი არ არის ჭირი და შევეცრო მთავარი ვინ არის შენთან და ვისთან ერთად იბრძე ყოველთვის ღმერთო ეხლა რა გავაკეთებ ეხლა როგორ მოვხდით წასასვლელი ფული არ აქვს გორში რომ დავბრუნდე უკან იქიდან გამოვარდე რომ ჩამოსულიყავ აქედან როგორ დავბრუნდე ეხლა რა გავაკეთებ ღმერთო ეხლა როგორ მოვიქცე ღმერთო და ღმერთი გასწავლის გზებს და მეთოდებს მისმენეთ ყურადღებით რაღაც მინდა თქვა უნდა იცოდე დრო როდის დაესხა თავს ფილისტიმელებს ორი ბებია უზის ერთს თავის საოჯახოს და ჩვენ საქართველოს გავაქრისტიანებ ჩვენ მოვაქცევთ და ეშმაკი დგას და ალბათ თავის დემონებთან ერთად ანეკდოტები ვიტყვებიან და იცინიან რომ აქედან მათ უნდათ რომ ვითომ ბუასავით შეგვაშინონ და გავიქცევით ალბათ ბრძოლა რეალურია და გამოწვევები იმდენად რეალურია რომ შენ ჩემო ძვირფასო ძმაო თუ დაო დღეს მე მინდა გითხრა რომ აგენიაკოზის დედიკოს და მამიკოს გამარჯვებებზე რო იზრდება და გონია თავი მაგარი ეს თავისი ჩაწოლილი არის აბოჯაკი კარგად ნიაკო ცოტა რა დაგინახოთ და გონია ისეთია რომ თებს გადაადგინებს მაგრამ როგორც კი დადგება შენ ცხოვრებაში სირთულე დედიკოს და მამიკოს გამარჯვებებს რო კი არ იკვებები იმით პატარა რაღაცაც კი უცბად აღმოჩნდა რთული პატარა კი არ არის რთული შენ ხარ სუსტი და ადამიანმა უნდა შეძლოს რაღაცების აღიარება იგავების 24 საათით გორში ვილაპარაკე წინა კვირას იგავების 24 საათი ეს მუხლი უნდა კონდეს შენი ზოგჯერ სიცხის საზომს რო იყენებს ადამიანი წნევის საზომს შაქრის საზომს ეს ერთ-ერთი საზომია შენ რა მდგომარეობაში ხარ იგავების 24 საათი ამბობს თუ განსაცდელის ჟამს და სუსტდიო მცირე ყოფილა შენი ძალა თუ პატარა რაღაცას ვერ გაუძელი მოდი წავიკითხოთ თუ გაჭირვების დღეს და ჭირი გექნებათო ქრისტემმა თქვა დაუძლურდი მცირე ყოფილა შენი ძალა გოლიათი რო გეგონა და აქეთ გორასაწიხს ავკრავ და იქით თურმე არ ყოფილხარ ასეთი და მხოლოდ მოჩვენებები და წარმოსახვები გაქვს ასეთი იმიტომ რომ ელემენტარული ნებისყოფაც კი არ არის შენში ნებისყოფა იცით რა არის იგავების 16:32-ში წერია სულ გრძელი კაცი მამაც ჯობია საკუთარი თავის ხელმწიფე ვისაც დიდი ნებისყოფა აქვს ქალაქის ამღებსო ნებისყოფა დღეს გახვალ და ადამიანებში სანთლით რო ეძებო ვერ იპოვი ნებისყოფას აქ ცოტა სხვა თარგმანი რისხვაშინელი მამაც ჯობია საკუთარი თავის მართველი ნებისყოფა რო აქვს და საკუთარი ადრეც ლაპარაკობდი თავისუფლებაზე საკუთარი თავისუფალი დღეს მიაჩნია ადამიანს დედას რასაც მინდა იმას ვკადრებ მამას რასაც მინდა იმას ვეთქვი მოვიქცევი როგორც მინდა და შედეგებს არ უყურებს მე რა შეიძლება დადგეს შემდეგში მაგრამ თავისუფალი სიტყვა ნიშნავს თავის კარგად მფლობელი უფალია კარგად ფლობს თავის თავს ადამიანი დღევანდელ აღქმაში თავისუფალი ეს არის მინდა მოვწევ მინდა დავლევ მინდა ვიტყვი მინდა გავაკეთებ ეს არ არის თავისუფალი ეს არის ქრისტე თქვა ცოდვის ჩამდენი ცოდვის მონა და მონა არ რჩება სახში საუკუნოდ აბა ვერ რჩება
თავისუფალი, ვინც თავის თავს კარგად ფლობს, კარგად აიყვანა თავის თავი ხელში და უჭირავს თავის თავის კაცად, რომ სიტუაციის წინ რო დგას, ეხლა იწყება ტესტირება. სიტუაცია მეჯღანება, სიტუაცია მებრძვის, თქვენ რა გონიათ მე არ ვიდექი გამოწვევების წინ, არ ვდგევარ დღეს თუ არ ვიდგები ხვალ? ისეთი გამოწვევების წინ ვიდექით. გერმანელები გვეუბნებოდნენ მეორე საქართველოს დავიწყებთ აქ გაკეთებას. ყველა მიცის ეს 100 ლარი არ გქონდა რომ დაგვეწყო საქმე. 100 ლარი არ გქონდა. და მით დაიწყე დიდი ბრძოლა. და წავედით და ეს მილები ვიყიდეთ. დაშმაკიძახ. რით შეგიძლიათ რომ გერმანიაში ვლაპარაკობდით რომ 20 წლის მერე ეგ მილები ეგრე დაჟანგდება და ესე იქნებაო. ესენი ვერ მოიგებენ მაგ ბრძოლას. ამასო დიდი კომპანიები ვერ ერთმევენ თავს. და მათ ნახიან პატარა საოჯახო ჯგუფს რეები წამოუწყვიათ, რეები უნდათ რომ რამხელა ამბიციები აქვთ რაღაც. მე როცა ადრეც ვილაპარაკე, მომყავს უბრალოდ მაგალითები რის წინაშე ვდგებით ხოლმე ხშირად. როცა პროექტს აკეთებდა არქიტექტორი, იმან ზეპირაც 1000 პროექტი აქვს გაკეთებული და ესე რომ ვიდექით თვითონ რაღაცებს კომპიუტერში ხრებს და შენ ხვდები რასთან გვაქვს საქმე? ანუ ფინანსური გააქვთ უკან ის ძალა და ის შესაძლებლობა რომ ხელა გოლიათ ეს იცი რა სიმაღლეზე ადის ზემოთ წვეტი იქნება 6 მეტრზე ზემოთ და გაიშლება ასე და ამის ხარჯები და რაღაცა ნუ არც ვინ უნდა გააკეთოს და მასალა და რაღაცა და უცბად ისეთი ის მქონდა რომ გოლიათი როგორც წეული და ებრაელ ხალხს იმ 40 დღის განმავლობაში ესეთი შიშისავით შემდა ხო არ გავაჩეროთ ხომ არ შევავიწროთ რა სულიწმინდა მეუბნა თქვი კი უბრალოდ თქვი კი ის ვინც შენშია იმაზე მეტია ვინც გამოწვევების წინ არის 1 იოანეს 4:4 წერია ის ვინც ჩვენშია იმაზე მეტია ვინც ქვეყნიერებაზეა თავარია ის იბრძვის და იმარჯვებს თუ არა ჩემთან ერთად და მოთხარ კი ისეთი დარწმუნებულობით უთხარი რომ ეგონა ბანკში მილიონი გადმორიცხული გვადაო ღმერთია მოწმე წავედი დაბლა შენობა ჩავდეთ იპოთეკაში რომ გვეყიდა აი ეს რკინები და ელემენტარული რაღაც და მოვიტანე და შმაგი მეუბნება არაფერში არ ყოფნის ესო კიდიას იპოთეკური გვაქვს აღებული 100%-იანი ღმერთო ახლა არ ჩერდებით და რისი თქვა მინდა ღმერთი გიყურებს შენ ყურადღებით მომისმინე ღმერთი შენ მაგივრად არ იბრძოლებს თუ არ დაგინახარ შენ იბრძვი ღმერთს უნდა რომ შენ გაიმარჯო მისი დახმარებით და არა მან გაიმარჯო შენთვის შენ უნდა გაიმარჯო ღმერთით თუ ღმერთი ისედაც გამარჯვებულია უშენოდ ყველას და ყველაფერზე მაგრამ მას უნდა შენ დადო გამარჯვების დროშა იმ ადგილზე შენით უნდა რომ გაიმარჯოს ღმერთმა იმ სიტუაციაზე ეს გამოწვევა ღმერთის წინ არ დგას შენ წინ დგას და მე ღმერთი გეუბნება მე დაგეხმარები ერთხელ ერთი ვიკრიბებით არ ვიცი აბა ვინ არის აქედან ნინო ნაშკონა სახლში ხარ დამყოფი ერთი ადგილზე ვიკრიბებით ირმაც ვანო გახსოვს ერთი თვით ვიკრიბებით და როგორი სუსტები ვართ იცით მართლა რომ ეკლესია არის ძალიან სუსტი არაფერს აი არ შეგვიძლია რამის აწევა გაკეთება რაღაცა არ ყავს არც ტრანსპორტი არც ის ფეხით დავდივარ და ამ შემდეგ და თქვით რომ ერთი სამლოცველო სახლი რომ ვინმე დაგვეხმაროს და კონდეს ჩვენი რაღაც შესაკრები ერთი გერმანელი მოვიდა სტუმრად და თავისუფლად ესე დაგაგებს ხო და დაგვეხმარეთო სამლოცველო სახლი გვინდა რომ ვიყიდოთ და კი ბატონო რა პრობლემა დაგეხმარებითო მე არაფერ პრობლემა დაგეხმარეთ რამდენი გაქვთ თქვენ პირველი შეკითხვა რაც და თქვენ რამდენი გაქვთ რომ დაგეხმაროთ და ყველამ ესე აიტუზა და ჩვენ არაფერი არა გვაქვს რა ვიცი არა გვაქვს ჩვენ არაფერი აბა სიტყვა თქვენ თხოვეთ რომ დამეხმარეთ მითხარითო და გინდათ რომ ჩვენ გაგიკეთოთ ბოდიში და თქვენ არაფრის გამკეთებლები და უქნარები და გაუმძრევლები და არაფრის ამას არ გავაკეთებთ ჩვენო ამას ჩვენ არ გავაკეთებთ იმიტომ რომ სხვა რამეს გავაკეთებთ მინდა რომ გავაღვიძოთ თქვენში მებრძოლი სული რომ ჯერ თქვენ გააკეთეთ რამდენი შეგიძლიათ 50 60 70% ვერ ვაკეთეთ ჩვენ მოგეხმარებით მერე
თუ დავინახეთ რომ თქვენ ზიხარ და არაფრის გაკეთებას არ აპირებთ, არც ჩვენ არ დაგეხმარებით არაფერში. უпроსტად ეს დახმარება აღარ იქნება ჩვენი მხრიდან. მაგრამ თქვენ მართლა უფრო, როგორ თქვა, გაფუჭდებით, კარგი გაგებით და არ იქნებით ის მეომრები, რომელიც ქრისტეს უნდა რომ ნახოს. და ესე ხოზის და როგორც იაზის ახლა წინ არ გაქვთო, ამბობთ რომ არა გვაქვს და ერთი ჩვენი და იყო ჟანა თუ გახსოვთ ზურა და ჟანა იყვნენ ცოლ-ქმარი ახალგაზრდა. ჟანა ზის წინ არ ვიცი ღმერთმა ბევრი მისცეს. ოქროს რაღაცა გრეხილი უკეთია, მეორე ბეჭედი უკეთია კიდე რა ცები, საყურეები და იმ დღეს იყო ზუსტად მოსული შემოსილი სრულიებით. არ გაქვთ თუ ამბობთ რა? მე რო ხედა რომ გაქვთ. რაღაცა გაიღე ჩემო კარგო. რაღაცა შესწირე, რაღაცა გაინძერე, იმოქმედე, რომ ღმერთი ჩაერიოს და ჩვენ ჩავერიოთ და სასწაულები გამოჩნდეს. მაგრამ ერთი რაღაც არის, თუ შენ არ გაინძრევ შენ საქმეში, ტყუილა დასტირი ბედს. მოდით ვისწავლოთ ღმერთის გზები. ღმერთის გზები კარნახობს და გეუბნება. მე მინდა რომ მცირე გამოწვევას ზძლიო და გამარჯვების გემოს რომ გაიგებ, აზარტი იღვიძებს ადამიანში. მე გავიმარჯვე, მე გადავლახე, ღმერთო ჩვენას შევძელით. იცი, ბევრი, მე არ ვიცი, ათასობით რაღაც გამოწვევების წინ მდგარ ვარ მე. და მე მდგარ ვარ როგორ იმ პასუხისგებლობის წინ, რომელიც ამ გამოწვევებს უნდა გასცემოდა და ღმერთი კარნახობდა და მისმინეთ. ღმერთს უნდა გასწავლოს ბრძოლა და გასწავლოს ომი. დავითის ცხოვრებაში, მთელი ისრაელის ცხოვრებაში როცა ხედავთ, რომ იბრძოდნენ ისინი, როგორც წავიკითხე, ღმერთი გამარჯვებას გვანიჭებს ყველა ადგილზე. თუ არ იმარჯვებ და თუ ხედავ შენს გვერდით ადამიანს არ იბრძვიან არაფერზე, ურწმუნოებიც კი მიხვდნენ, რომ მე უნდა ვიბრძოლო, რომ ხელი მომემართოს. და ღმერთი ზოგჯერ შეიძლება უფრო აკურთხებდეს მებრძოლ ადამიანს და სწორი პრინციპით. შეიძლება ღმერთი იმდენად არ არის მის ცხოვრებაში ჩართული, როგორც ჩვენ დღე-დღე წერილებში, მაგრამ რომ იბრძვის, ღმერთი აძლევს გამარჯვებას და გვერდში უდგება და ეხმარება. მისვენეთ, ჩვენი ამოცანა არის, რომ მე შევძლო გამოწვევის წინ მდგარმა შევეკითხო უფალს, რა გავაკეთო ღმერთო, როგორ ვიბრძოლო ახლა? აი რა უნდა გავაკეთო? რა გავაკეთო? თითქოს ყველა გზა დაკეტილია. მაგრამ მისვენეთ, მე რო გიკარნახო ასე გააკეთე, მეთქი აუცილებლად წააგებ მაგ ბრძოლას. ერთხელ ერთი პიროვნება მოვიდა და მეუბნა, შენო საოჯახოს რო იწყებდიო, ყველგან სადაც საოჯახო დავიწყეთ, ღმერთი გვიმართავდა ხელს და ბრალდებოდა ეს საოჯახო, ვიზდებოდით და მე სხვა საოჯახოებში გადავდიოდ და ამ შემდეგ. მასწავლე როგორ უნდა ჩავატაროთ საოჯახო და პასუხი რა უთხარიცით? არ ვიცი მეთქი. მართლა არ ვიცი როგორ უნდა დაიწყო საოჯახო. იცით რატომ? ყველა საოჯახო განსხვავებულია. განსხვავებულია დრო, განსხვავებულია ხალხი, განსხვავებული იქნება სულიერი დონე. მე მოდელი კი არ მაქვს რაღაცა პუნქტი პირველი, პუნქტი მეორე, პუნქტი მესამე. დაიცავ და მიხვალ და შედეგიც დაიდება, არა? იმ სიტუაციაში, რომელშიც აღმოჩნდება, უნდა ილოცო ღმერთო, რა გავაკეთო ახლა? ახალგაზრდული მსახურება რო ჩამაბარეს, დაახლოებით 15 მივიყავით. როცა წამოვედი 250 მივიყავით. როგორ? ჩვენ ასეთი შეიძლება ეს მეთოდიც გამოიყენოთ, ვინც შრომობდათ, ვინც არ მოდიოდნენ, ესე იგი პრობლემა ჰქონდათ და ჩვენ მივდიოდით მე მათ მოსანახულებლად. და თბილისში ადვილი არ იყო უტრანსპორტობაში, რომ ერთი რაიონიდან მეორე რაიონში წავსულიყავით, მაგრამ ღმერთი ვკარნახობდა, რომ უჭირს იმ ადამიანს და რაღაცა წადით ნახეთ, იქნებ ერთი მსახურება, ორი, სამი არ მოდი. იმარო დაინახა, რომ ვიღაცას ჩემი პრობლემა გაზიარებული აქვს, გაიგო და უხარო და ვილოცეთ ერთად და რაღაცა და წამოდგა ფეხზე, გავაძლიერე და ასე ძლიერდებოდით და მოვდიოდით წინ. მეთოდები და ფორმები და როგორ თქვა, ესეთ გამონათქვამი არსებობს, ბრძოლაში ყველა მეთოდი გამართლებულია. არ ვიცი ღმერთი რას გეტყვის. ზოგჯერ ფიქრობდით, რომ გავსულიყავით ახალგაზრდები იყვნენ და მივდიოდით ლაშქრობებს და ლაშქრობები უფრო გვაახლოვებდა. ვაკეთებდით ბანაკებს და ბანაკები უფრო გვაახლოვდა რაჭაში წასვლის მომენტ. მე ამას უფალი მკარნახობდა, გააკეთე ასე და უფრო სხვა საფეხურზე გადახვა და გაიმარჯვებთ ყველა იმ სირთულეებზე, რომელიც თქვენ წინ დგას. მაგრამ იმ სიტუაციაში, რომელშიც შენ დღეს ხარ,
უნდა გახვიდე უფალო რა გავაკეთო ეხლა რა გავაკეთო ეხლა ნახეთ ფილიპელთა 4:13-ში პავლე ამბობს ყოველივე ძალმიც ჩემი გამაძლიერებლის მეშვეობით ყოველივე იცით რა არის ფილიპელთა 4:13 ყოველივეში იგულისხმება რა პრობლემის წინ დგეხარ მე იმ ხელო პრობლემა მაქვს ერთმა მომეწონა ძალიან ესეთი რაღაც თქვა პრობლემას უთხარ რამ ხელა ღმერთი მყავს თუ გინდა რომ გაიქცე შენ ცხოვრებიდან ღმერთს კი ნუ უყვები რომ რამ ხელა გამოწვევა გიდგა წინ პრობლემას უთხარ ისეთი ღმერთი მყავს მე მას იმ ხელა სიბრძნე აქვს იმ ხელა ძალა აქვს იმ ხელა შეწევნა ის რომ ამანთებს მე ყოველივე ძალმიც ღმერთს კი არ ძალუც იმ პრობლემის მოგვარება მას შეუძლია ისე გამაძლიეროს რომ ყველა პრობლემას გადამალახინოს ყველა სირთულე დამაძლევინოს მისე თუ შენ თავს ასე არ კარნახო ფილიპელთა 4:13 ჩაიდე თავში და უყურე პრობლემას იმ ხელა დაიმახსოვრე 1 კორინთელთა 10:13 არ დაუშვებს ღმერთი თქვენზე იმაზე მეცრის გადატანა შეგიძლია ნუ გგონია რომ იმ ხელა პრობლემა რომ ღმერთმაც კი არ იცის და ღმერთიც კი ვერ მოერევა მაგ პრობლემას ღმერთმა რახან დაუშვა მინდა დაგანახოთ ჭირი რა კარგია ჭირი დიდი მარტო რო დარჩე ის დიდ სირთულეებს შეგეკნეს მაგრამ ღმერთთან ერთად ხარ აღგაგზნებს სულში შინაგანად აი მოტივაციას გაძლევს სახელმწიფო და ყოველივე ძალმიც ჩემი გამაძლიერებლის მეშვეობით არაფერი არ არის რაზეც ღმერთი არ გამამარჯვებინებს როცა ეს ასეთი დამოკიდებულება გაქვს საკითხის მიმართ იცით გამონათქვამი არის ასეთი განწყობას საქმის წინ მისი გაკეთების ნახევარს უდრისო როგორი განწყობით გეხარ საკითხის მიმართ უკვე ნახევარი გადალახულია შინაგანად რომ ასეთ მდგომარეობაში ხარ უკვე კი არ დაყარე ფარხმალი და რა ვიცი ღმერთო აი აღარ უნდა გავაკეთო აღარ ვიცი მოусმინე უფალს ღმერთს უყვარს როცა ხარ სუსტი მაგრამ ის გაძლიერებს პავლე თქვა ყოველივე ჩემი გამაძლიერებელი რომ მოდის როცა ვარ უძლური 2 კორინთელთა მე-12 თავის 10-11 მოხლე როცა ვარ უძლური ზუსტად მაშინ ვარ ძლიერი აი უძლური ვარ ამ პრობლემის წინ მაგრამ ღმერთი მე ხო შენთან ვარ როცა შენ მე გაგაძლიერებ როცა ვარ უძლური ზუსტად მაშინ ვარ ძლიერი და აი ის გამოწვევა ცუდი ჩემს სულში ყოფნის მდგომარეობას უფრო კარგ მდგომარეობაში ამყოფებს მისმინეთ მოდით თქვათ ასეთი რამ წარმოსახვით რელიგიაც აგენტოს ხელმძღვანელს უყურს ხოლმე ზაზას ჰიპოთეტურად ბატონო გიორგი მე მეუბნა ჰიპოთეტურად მოდი ასე წარმოვიდგინე ჰიპოთეტურად მოდი კარგი ჰიპოთეტურად წარმოვიდგინე არანაირ პრობლემა არ გვაქვს არა შინც ახლა აქედან გავიდა არანაირ პრობლემა არ გვაქვს არანაირი კატასტროფა დატრიალდება ჩვენს თავზე საშინელებათა სერიალები დაიწყება როცა არაფრის წინ არ დგეხარ არც ღმერთს დაკარგავ პირველი ღმერთს დაკარგავ შენ ცხოვრებაში იმიტომ რომ არ გჭირდება არაფერზე ბრძოლა და არც ღმერთი არ გჭირდება რომ დაგეხმაროს რამეში და ის გამონათქვამი რომ ციკლი მუდმივად მუშაობს ნახეთ ცუდი დრო და დიდი გამოწვევები ბადებენ ძლიერ ადამიანებს ძლიერი ადამიანები იმარჯვებენ ყველა გამოწვევებს და ქმნიან კარგ გარემოს კარგი გარემო ბადებს სუსტ ადამიანებს რომლებსაც არაფერზე ბრძოლა არ უწევთ არც მშენებლობაზე არ გიწევს ბრძოლა არც მისმინეთ შვილებს თუ არაფერზე არ უწევთ ბრძოლა ერთ დღეს ძალიან მძიმე სანანებელი ექნებათ მშობლებს თუ მშობლები უზრუნველყოფენ ყველა მათ საჭიროებას მე ვიცი ერთი ოჯახი ძალიან მდიდარი კაცი იყო 3 შვილი ყავდა 2 ბიჭი და 1 გოგო ძალიან მდიდარი თუ ვინმე მდიდარი იყო იმ რეგიონში გორის რაიონში ერთ-ერთი ყველაზე პირველი ის იყო ორივე ნარკომანი ყავდა ორივე ხო რა თქმა უნდა სულ სხვა გზებით დადიოდა და საწინააღმდეგო მიმართვა არასდროს არ უბრძოლიათ რაღაცას გასამარჯვებლად მამამისის გამარჯვებაზე იჯდნენ და სულ აი ამ წრეებში რო ტრიალებდნენ ერთი აეროპორტიდან გაიტაცეს და მწყემსებმა 3 თვის მერე თოვლი რო გადლა მერე იპოვეს მკვდარი მეორე გაიტაცეს ცხინვალის გზით და მოსკოვში და აი ლანგასთანაც კი ჩავიდა და ეუბნეოდა დამეხმარა შვილის პოვნაში იმ ხელა ფულებს ხარჯავდა და ეძება მილიონები ხარჯა და ვერ იპოვა მაინც
და სადღაცას მოუკლეს ასე. მისმენთ. ნუ გგონია პრობლემა ცუდია. პრობლემა რომ არ იყოს, არ იქნებოდი ასეთი ანთებული და ასეთი ტონუსშიო თუ რო იტყვიან ხოლმე, აი ასეთ სულიერ აღგზნებაში. ზოგჯერ უნდა დადგეთ ღმერთო დამეხმარე ახლა მე ვიწყებ ბრძოლას და ამ ბრძოლაში მე მჭირდება შენი სიბრძნე. მისმენთ, ზოგიერთი ბრძოლა რამდენი ხანი გაგრძელდა სპეციალური სამხედრო ოპერაცია რო არ არქმევარ ომს. სამხედრო ოპერაცია რამდენი ხანი გაგრძელდა უკრაინაში? 4 წელია მიდის. შენი ბრძოლა რამდენი ხანია საქმესთან დამოკიდებული? ზოგიერთ წავებრძოლები და გამოიქცევ და გამარჯვება არის. ზოგიერთ რაღაცას კი არ უნდა წაებრძოლო, უნდა ებრძოლო. ერთმა ებრაელმა ესეთი რაღაც თქვა. თუ ღარიბი დაიბადე, ეგ არაფერს შენი დანაშაული არ არის. მაგრამ თუ ღარიბი მოკვდი, ეს კატასტროფაა და შენი დანაშაული და პასუხს აგებ ღვთის წინაშე. რატომ არ იბრძოლე? რატომ არ იშრომე? რატომ არ ისწავლე? რატომ არ შეუდექი საქმეს, რომ ერთ დროს გამარჯვების გვირგვინი დაგედგა თავის ადგილზე? და რომ იბრძოლო, ზოგჯერ ნების ყოფა გჭირდება. მე წინაზეც ვილაპარაკე და კიდე ერთხელ გავიმეორებ. სტალინი ერთ კაცს ამასწინოთ. შევხვდი და მოხუცი კაცი იყო და შვილი გარდამეცვალა მითხრა. მე იმის მერე ცხოვრობ, ფრთები მომატყდა და ყველაფერი დამენგრა ცხოვრებაში. წარმატებული კაცი ვიყავი თქვა და სტალინზე შეყვარებული, რო გაიგო, საიდან ხარ და მე თქვი გორიდან ვარ წარმოშობით და სტალინის მთელი წიგნები და ისინი მაქვს, სტალინი ჩემი და ყოველდღე როგორი მარჩობდა ეს კაცი. მაგრამ სტალინს როცა სტუმრები ჩამოდიან, აუ სტალინის სახელმწიფოში წაგვიყვანეთ რა, სტალინის სახელმწიფო გვინდა, ხო და ზეპირად ვისწავლე უკვე სულ არ მიდო და ისტორია დეტალებში. კაცი იყო კატასავით. ზუგზე დააგდებდნენ, მაინც ფეხზე დგებოდა. მაინც ფეხზე დგებოდა. თუმცა ცუდ სისტემაში კანონიერი ქურდიც იყო, ბანკებს იპარავდა, ძარცვავდა თავის დროს, მიზნებისთვის, უნდა და სხვა რაღაცა მიზნებს მიეღწია. მაგრამ ერთი რაღაცა არტურ სიმონიანი მყავდა ერთხელ და რა დავინახე ვიცი? როგორ იბრძოდა ეს კაცი თავის ხედვების განსახორციელებლად, რომ ზურგზე არ ეცემოდა და ხელი ქონდა გაშეშებული სტალინს და რომ უთხრეს ეს რატო გაქვსო ხელი ასე გამხმარე და ტურუხანსკის ციხიდან გაიქცა რუსეთში. მე მგონი 8 ჯერ გაიქცა და 4 ჯერ დაიჭირეს და ისე სცემეს ეს კაცი რომ მკვდარი დააგდეს ეგონათ რომ გადააგდეთ მე ეს მკვდარს და ხელი გაუხმა და გადარჩა და მაინც გამოძრა იქიდან მაინც გამოვიდა იმ სიტუაციიდან მაინც მებრძოლის სული არ დაკარგა მაინც და გაიმარჯვა კიდევ მე ვამბობ რომ ბიბლიური ბრძოლები და ბიბლიური შედეგები სულ არ შეიძლება იომო ბოროტის სისტემით ვინც უკანონოდ იბრძოლოს ბიბლია ამბობს გვირგვინი არ მიენიჭება ღმერთი თვალყურს ადონებს მიზანი ამართლებს საშუალებას კი არ საშუალებით როგორ რა საშუალებით მიაღწია იმ მიზანს თუ საშუალებები არასწორია ღმერთი გვირგვინს და გამარჯვებას არ აძლევს ადამიანს მეთოდები უნდა იყოს სწორი და მართალი და ბოლოს დავამთავრებ იმით გამოცხადების წიგნი აღარ წავიკითხავ მეორე მესამე თაობი ბოლოს როცა ღმერთი ელაპარაკება ყველა ეკლესიას თუ გაიმარჯვებ დაჯდები ჩემს მარჯვნივ. ვინც იმარჯვებს, დაჯდება ჩემს მარჯვნივ. ვინც გაიმარჯვებს, შეჭამს მანიდა, რომელიც სიცოცხლის ხიდან მოდი. სიცოცხლის ხის ზიარება ექნება და ასე შემდეგ. მაგრამ არა ისე რა ვიცი, ვაპირებდი მინდოდა ვფიქრობდი. გადავიფიქრე. არა, ვინც გაიმარჯვებს. ისმენთ, რამოდენიმე წელს მერე უნდა შევხვდეთ ჩვენ. მე ეხლაც ვიბრძვი, მაგრამ ყურადღებით მინდა რომ იყოთ. ნუ ვიქნებით ბალღები გონებით. ჩვენ ვიბრძვით დიდი რაღაცეებისთვის და გვინდა რომ ქვეყანაში აქედან წასვლის შემდეგ ამ ქვეყნიდან წავალთ ყველა, გვინდა, არ გვინდა, მაინც წავალთ. ჩვენ ვიბრძვით, რომ ეს ქვეყანა აღარ იყოს ისეთი, როგორიც იყო, რომ შემოვიდა და დავიწყეთ მსახურება. ეხლა როცა დამთავრდება მსახურება, დამირეკეს კანცელარიდან მითხრეს, რომ ძალიან დიდი შეკრება არის დღეს მთაწმინდაზე. და დაახლოებით ალბათ 300 დელეგატია იქ შეკრებილი და 2 პასტორი დაგვაპატიჟეს. გითხრეს თქვენც გვინდა რომ იყოთ იმ დიდ შეკრებაზე, იმიტომ რომ ერის სახელი, შიოს აღსაყდრების აღსანიშნავად, მაგრამ გვინდა რომ ყველა ვიყოთ იქ და ქვეყნის ბედსა და მდგომარეობაზე რომ ვისაუბროთ. იმ დღეს როცა მე ვერწმუნე თვალებში, შემაგიმანო და დახუჭა თვალები, რა უნდა ახალგაზრდა არ დადიოდა ეკლესიაში.
სიტყვა არავინ არ იცოდა წერილი. რა ქადაგება, რა გალობა, რა დარბაზი, რა მსახურება, არაფერი არ ქონდა, მაგრამ ხუთი პური და ორი თევზით შეგიძლია მცირედში უერთგულო უფალს. უერთგულო მცირედში დიდხანს, უერთგულო ღმერთს მცირედში დიდხანს და იბრძოლე ამ ბრძოლით და ნახავ შედეგებს. მე მჯერა რომ ეს შემთხვევით ძალიან ისტორიული მოვლენა არის. ზაზავ შეხმაძეამს რომ მე ხედავდი რომ იმათაც ეუბნოთ, მოდი დაგვეხმარეთ ამ ბრძოლაში, რომ ადგილობრივმა მთავრობამ ხელი არ შეგვიშალოს. მოდი ვიბრძოლოთ ამისთვის და თვითონ ესენი სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ხალხია. ესენი სხვა ადამიანები არიან და ყველას ეუბნება რომ სხვა ურთიერთობა იქნება საჭირო სამომავლოდ, რომ ერთ დღეს თუ არავინ ხოლმე გამარჯვებულები რომ მოვა, გამარჯვებული ბებო, გამარჯვებული ია, გამარჯვებული ისის, გამარჯვებულები მოვა, გამარჯვებულთა შეკრება. ეკლესიად როცა იკრიბებით, პავლე თქვა, როცა ეკლესიად იკრიბებით. ვინ შეიკრიბა? რა ვიცი, ამირანი აპირებდა ბიზნეს რაღაცა სამუშაოს დაწყებას და ვერაფერი ერთ მანქანა დაიწყო და ვერ გააკეთე. ერთი გააკეთე 6, 80, 120 და აგერ ახლა როგორც გავიგე, კიდე რობოტი იყიდაო, ხო? და კიდე სხვა რაღაცა ქირი ცხოვრობდნენ. გაიმარჯვოს. სახლიც აქვს და მანქანებიც და შვილებიც და ყველაფერი, ეს რა არის? ეს არაფერი არ არის, არასდროს გამარჯვებებია. და ეს გამარჯვებები ღმერთს უნდა რომ ბევრი იყოს შენს ხელში. და გამარჯვებული რომ მოდიხარ, გახსოვთ პავლე მოციქული დევნი და დემონებს. მინდა რომ იცოდეთ რა ხდება სულიერ სამყაროში, როცა გამარჯვებული ხარ, ამა თუ იმ მცირე სიტუაციაში. მცირედზე გაიმარჯვე, დაფზე, ლომზე და გოლიათი მერე იქნება. პავლე მოციქული ეფესოში მსახურობს და აზიაში მოედო ხმა რომ პავლე ეშმაკებს დევნის და გაიგეს კევა 7 ძემ რომ პავლე დევნის ბოროტსულებს. და მე-19 თავსაქმოს წლის წერია. მოხეტიალებმაც დაიწყეს ბოროტის სულების განდევნაო და სკევა 7 ძე იყო ასეთი და გაფიცებთო ეშმაკს ეუბნებიან იმ ადამიანში მყოფ შეიყვანეს ოთახში და ლოცულობა უნდა განდევნო. გაფიცებ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. კი არ უთხრას რომ იესოს სახელით ჩვენ იესოს წარგზავნილები ვართ. არა, გაფიცებთ იესოს, რომელსაც პავლე ქადაგებსო. გადი ამ ადამიანისგანო. ეს ბოროტის სული მოუწევდა და პავლეც ვიცი რა გამარჯვებებს კაცი რომელიც ჩაქოლეს და მაინც ქადაგებდა ყველგან იმარჯვებდა სადაც შედიოდა ყველგან ეკლესიები არსებობდა და უძლებდა ყველაფერს და წელა სტალინზე იმიტომ დავიწყე და სიტყვა სტალ რუსული სიტყვა არის და ფოლადს ნიშნავს ცეცხლმა ის კი არ დაადნო და კი არ დაფერფლა გამოაწრთო უფრო და ფსევდონიმი მისცეს მე მეგობრებო თქვა შენ ხარ გამოწრთობილი ფოლადი და ბინდა რომ ეკლესიაში კარგი გაგებით სტალინს როგორ უნდა შევადაროთ ჩვენ თავი დიაღმერთს უნდა ჩვენ ძალიან სტალნები ვიყოთ. ძალიან ფოლადები ვიყოთ. ძალიან ესეთი მეომარი სულისანები ვიყოთ, რომ ვიმარჯვებდეთ და ეს 7 სკევას ზეცდილობენ ბოროტსული განდევნო. პავლეც ვიციო ბოროტმა სულმა მოუთხრა და იესოც ვიციო, თქვენ ვინ ახართ? ზძლიაო ბოროტმა სულმა ისინი და ასე შემდეგ. შენზე სულიერ სამყაროში იციან. თუ რაღაცები მოვა შენ ცხოვრებაში და იქნება და ჩემ ცხოვრებაშიც ერთი რაღაცის გამო რომ ცხოვრებაში არასდროს არაფერს გაგვიმარჯვა ღმერთმა აიყვანა დავითი და დასვა მეფეთ პირდაპირ ესე თავმჯდომარეებს საუბრენ ხოლმე მარტო ნაცნობობით თავზე რომ დაასვავდნენ ვიღაცას თავმჯდომარე დავითი იმარჯვებდა ვიმარჯვებდი იქაც როცა ცხოვრებს ვაძოვებდი ცხოვრებიც მრავლდებოდნენ არც დაცოდალომს ვატანდი რომ გაიმარჯვა გოლიათს ღმერთმა ეხლა უნდა გაიმარჯო ისრაელის გაერთიანებაზე. და დავითი იქაც იმარჯვებდა, ოღონდ იქ სხვა ბრძოლები იყო კიდევ. და იმარჯვებდა და დავითის ხანა, როგორი იყო ისრაელს როგორ ახსოვს? ოქროს ხანა, დავითის და სოლომონის ხანა. სოლომონის დროს როგორც ქვები ყრია ქუჩაშია, ეგრე ეყარა ვერცხლი ქუჩაში. არავინ არ კიდებდა ვერცხლს ხელს. იმხელა კურთხევა და მიღწეული შედეგები იყო. ღმერთს უნდა რომ შენ დადო ეს შედეგები. და შენს შინაგან სამყაროში და შინაგან ღმერთო მომეცი ძალა, ღმერთო მომეცი სიბრძნე, ღმერთო მომეცი შინაგანი სიმტკიცე, ყველაზე მეტად გთხოვ რომ სტალნი ვიყო მართლა, გამოწრთობილი ვიყო, რომ სირთულე რომ დაეჯახება, დაიმსხვრეს და მე რომ დავეჯახები, დავსრისო. იმიტომ რომ ქრისტეზე წერია, ქრისტე თუ ჩემშია, ვისაც ის დაეცემა გასრეს და ვისაც ის დაეცემა, დაიმსხვრეო.
ყველა პრობლემა უნდა დაიმსხვრეს შენ ცხოვრებაში. და წლების მერე მოსაყოლი გექნება, შვილო, იცი როგორ დავიწყეთ? როგორ დავიწყეთ? აი ეს საშინელება ქონდა. აი ესეთი მდგომარეობა იყო, მაგრამ დღეს ეს რეალობა არ არის. ყველა მიმართულებით მიდის ბრძოლა. ყველა მიმართულებით და მინდა რომ ეს ბრძოლები შვილებსაც გადასვლა. მიდი იბრძოლე, მიდი იომე. აი თიკოს სწავლაზე უწევს ბრძოლა, მაგრამ 20 რიცხვში უკვე ბოლოზარი აქვს პირველში გამოსაშვები და იცი როგორი სიტუაცია უნდა შევიდეს ცხოვრებაში და მოუწევს სწავლაზე ბრძოლა თუ საკუთარ თავზე პასუხისგებლობის აღება. ბევრ ქვეყნებში 18 წლიდან უშობენ და მიდი აბა მიხედე ახლა შენს თავს ხელი გაქვს, ფეხი გაქვს, არაფერი დაგაკელეთ, გაჭამეთ, მოგეცით და ახლა შენ უნდა მიაღწიო იმაზე მეც ის ურჩევნია მამულს რომ შვილი ჯობდეს მამას. ამენ. წამოდექით ჩემთან ერთად და ლოცულობთ რომ უფალმა მეომარი სული ჩვენში აღძრას რომ ჩვენ კი არ წუწუნებდეთ და კი არ დრტვინავდეთ ვიყოთ უფლის მეომრები ამ ქვეყანაზე და უფლის გამარჯვებას ყველა გამოწვევალს დებდეთ ნებისმიერ ადგილას.